მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლობა ჩვენ არ სტუდიაში გზა გასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუმრად ამ საკითხებზე სასაუბროთ მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ განვიხილეთ ეპოქა სადაც რობოამის და იერობოამის თავმოყრობის მეფობის შესახებ იყო საუბარი და ვთქვით, რომ ძიმე მდგომარეობა ისრაელის სამეფოში, იუდეაში უკეთესი მდგომარეობა, გვაქვს დაპირისპირება, ბრძოლები, სამეფო ტახტისათვის მათ შორის ბრძოლები, გარე ბრძოლები ერთმანეთში იბრძვის ეს ორი სახელმწიფოც. და აი ეს ეპოქა არის, როდესაც უნდა გამოჩნდეს ელია წინასწარმეტყველი. თქვენ შესაბამისი საკითხავი შეგიძლიათ წაიკითხოთ მესამე მეფეთა მე-17, მე-18 თავებში. ჩვენ კი დავიწყებთ საუბარს ამ ეპოქის შესახებ. გიორგი, ელია წინასწარმეტყველი უდიდესი მოვლენა მთელ ბიბლიურ სამყაროში. ეპოქაზე ჩვენ ვისაუბრეთ და ვისაუბროთ ელია წინასწარმეტყველის გამოჩენას. ეთახვევით მანდრია. ელია არის პიროვნება, რომელმაც შექმნა ეპოქა ისევე როგორც ეს გააკეთა თავის დროზე მოსე. ჩვენ უბრალოდ შევეცდები ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევეცადოთ და ვინახოთ ელია სწორედ მოსეს კონტექსტში. და რატომ? რატომღაც ეს ორი წინასწარმეტყველი ჩანს თაბორის მთაზე, მაცხოვრის ფერისცვალებისას. მოსე და ელია მას სხვა ხედვაც აქვს, მაგრამ ეს იმ ისტორიულ რეალობას არ გამორიცხავს და მისი ღრმა საღვთისმეტყველო შინაარს არ გამორიცხავს, რომელსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას. ელია მოღვაწეობას იწყებს იმ სივრცეში, რომელიც აღთქმულ მიწად არის მოაზრებული, მაგრამ გაუდაბურებული უკვე სულიერად. ძალიან გავს ეს იმ უდაბნოს, სადაც მოსე დაატარებდა ისრაელს. ახლა აღთქმულ მიწაზე არის ეს ხალხი, ასე ვთქვათ, გასაცოცხლებელი. ახლა აქ უნდა გამოიცვალოს თავი. გაპარტახებული, აქ ეს სივრცის თვალსაზრისით არის აქ აღთქმული მიწა და ნაყოფიერი იძრაელის ველი. მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ეს უდაბნოა უკვე. ის უდაბნო, რომელიც ისრაელმა გადალახა აქ შემოსასვლელად და რომელსაც მოსე მიუძღოდა წინ. რაღაც ეს მისია აქ ელიას დავალებული, რომ ელიამ უნდა მოაქციოს ისრაელი, უნდა უდაბნო გადაალახინოს ამ ისრაელს და გააკეთოს რაღაცა ისეთი, რაც გააკეთა თავის დროზე მოსემ. ამიტომ ელიას ცხოვრება ძალიან გავს მოსეს ცხოვრებას. ელიას ცხოვრება ძალიან კარგად ჩანს, რომ აგრძელებს მოსეს მოღვაწეობას. ელია შემოდის სწორედ იმ სივრცეში, რომელიც სივრცეც კვლავ აღთქმულ მიწად უნდა იქცეს ისრაელისათვის. არა მოპოვებულად, არამედ მოსაპოვებლად. და ელია აი აქ იწყებს მოღვაწეობას სწორედ. ამიტომაც არის ძალიან სიმპტომატური, რომ მოსეს ვერ შეყავს ისრაელი აღთქმულ მიწაზე და ვერც ელია მოახერხებს იმის რეკონსტრუირებას, რომ ისრაელი კვლავ მენტალურად აღთქმულ სივრცეში დაბრუნდეს. ჩვენ ვთქვათ აქ, რომ ელია გამოჩნდება ისრაელში და არა იუდეაში. ხო, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება თავის ავაცხადებლად, უბრალოდ გეთანხმებით, აქ არის საუბარი ჩრდილო ნაწილზე, თუმცა ელიას ურთიერთობა სამხრეთთანაც ექნება. რომელსაც ბიბლია ხო, არა იმას ვამბობ, რომ ყველაზე უფრო დიდი გაპარტახება აქ არის. კი, აქ არის და ამიტომ კი. ისრაელში და აქ ამ ხელს აქ მოდის. ჩვენ წინა შეხვედრაზე ასა მეფესთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომელთანაც მართალია მეორე ნაწილში მისი მეფობისა ცოტა ისეთი იყო, ასე ვთქვათ, ბიბლიისათვის მიუღებელი, მაგრამ საერთოდ იუდეაში ბევრი საქმე გააკეთა. აღადგინა ის მსახურება, რომელიც პრაქტიკულად დაკარგვის პირას იყო. და ისრაელში ისევ რჩება. ისე არავინ არ გამოჩენილა, ვინც ამას
ისრაელს კიდევ უფრო რთული მდგომარეობა და რატომ ამას სწორედ ელიას კონტექსტში განვიხილავთ. ახლა სანამ ელია წინასწარმეტყველი გამოჩნდება, რომელიც გალაადიდან არის და გალაადი ეს არის ტრანსიორდანია, იქიდან გადმოვა. ნახეთ აგურის ბაბანდრია თითქოს და ეს სიმბოლო გადმოსვლის იორდანის გადმონახვის სიმბოლო აღესრულება შემოდის აქ იქ შემოდის სადაც საიდანაც უნდა აიყაროს ეს ხალხი ხვალდაზე კაცე თუ გააგრძელებენ აი შემოსვლას ეხსენებს შესაძლებელია ელიამ იმ 12 ლოცად ჩაუარა გვერდი რომელიც ის უდანვეზე მიორდანის ძირში დაალაგა ყოველ შემთხვევაში ის 12 ლოდი რომელიც გილგალში ადალაგებული ჯერ კიდევ არის და იქ ცოტა ხანში რელიგიური გაყოლების ცენტრი იქნება და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია ისრაელში. მაგრამ ელიას გამოჩენას ანუ ამ გაპარტახების სურათს კვეთრი კონტურებით გამოხატავს ორი ამბავი, რომელიც წინ უძღვის აი ამ ელიას გამოჩენას. რას გულისხმობ? პირველი ეს გახლავთ მთელი რიგი გადატრიალებებისა, რომელიც ისრაელში, ისრაელი როგორც ცხოვრებას იწყებს თამანდრეი, შფოთვით სავსეს, აი 7 ისრაელი აღარ არის. არის დაპირისპირებები, არის კლანური დაპირისპირებები, არის გადატრიალებები, არის რაღაცა საშინელი შეთქმულებები და პრაქტიკულად აი შფოთავს მთელი ისრაელი, აი ძალიან მძიმე მდგომარეობაში. აი ამ არეულობის დროს ისრაელი იყოფა ორ ნაწილად, აი ჩრდილო ისრაელი იყოფა ორ ნაწილად, ძალიან უპირისპირდებიან ერთმანეთს და ერთ-ერთი მხარე მოიპოვებს გამარჯვებას, რომელსაც მეთაურობდა ომრი და გახდება მეფე ისრაელის. ახლა ომრისთან დაკავშირებით წმინდა წერილი სულ 8 მუხლის განმავლობაში საუბრობს. 8 მუხლი. წმინდა წერილს ეს 8 მუხლი ჭირდება იმისათვის, რომ თქვას, რომ ომრიმ საშინელება გააკეთა ისრაელში. იმაზე უფრო დიდი საშინელება, ვიდრე ეს გააკეთა თავის დროზე იერობოამმა. თუმცა თუ გადავავლებ თვალს, ის რაც ბიბლიისათვის საშინელება და მძიმეა, ისტორიული, პოლიტიკური მისაკუთრებისათვის სულ სხვა სურათი ისახება ისრაელში. ომრი არის პიროვნება, რომელიც იწყებს ისრაელის პოლიტიკური აყვავების ეპოქას. მაგრამ ბიბლიისათვის ეს პირიქითაა. აი, მე მინდა გაგახსენოთ ამ ანდრეოდესაც საუბრობდით ჩვენ კაინის ცივილიზაციაზე და სეითის ცივილიზაციაზე. და ჩვენ იქ ვამბობთ, რომ კაინის ცივილიზაცია ფიზიკურად არის, მატერიალურად არის ძალიან ძლიერი. მაგრამ ამ ცივილიზაციას ბიბლია უწოდებს ლამექს, ანუ სისუსტეს. დალამექებულია, დასუსტებულია. თუმცა ფიზიკური თვალსაზრისით კაინის ცივილიზაცია სისუსტეს არანაირი ნიშანი არ აქვს. პირიქით, საკმაოდ ძლიერი ცივილიზაცია. მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ ეს სიძლიერე არაფერზე არ დგას და მოწყვლადია, დაშლადია. აი ასია მოსაკვია ომრის შემთხვევაშიც. ომრი, რომელიც ისრაელს ფეხზე დააყენებს, პოლიტიკურად გააძლიერებს, სამხედრო თვალსაზრისით გააძლიერებს, ეკონომიურად გააძლიერებს. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილი ამბობს, რომ საშინელება იწყება ისრაელში და მართლა ეს საშინელება წინ დახვდება ისრაელს. ომრი გახლავთ პიროვნება, რომელიც დაარსებს ქალაქ სამარიას, ის იქნება ისრაელის დედაქალაქი და თავის საზაფხულო რეზიდენციასაც გაიკეთებს და ომრის მიერ დაარსებული ქალაქი, რომელიც ბიბლიურ არქეოლოგიაში საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, 2 ექსპედიცია ჩატარდა იქ მარტო ძალიან ისეთი საფუძვლიანი შესწავლა მოხდა ამ ტერიტორიის საოცრად გამაგრებული ქალაქია. მისი აღება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო ისევე როგორც იერუსალიმის აღება. იყო მთაზე აშენებული ქალაქი, რომელსაც ჰქონდა თავისი ზღუდე, მერე ამ ზღუდეს ფერდობი რომ მოდიოდა, ჰქონდა მეორე ზღუდე და ფერდობი რომ მოდიოდა, ჰქონდა მესამე ზღუდე კიდე. ანუ მტერი რომ ქალაქში შესულიყო, საკმაოდ მძიმე ისინი იყო, გასავლელი იყო მანძილი და ძალიან დიდი დანაკარგები. და მართლაც ასურეთის იმპერიის გარდა მიუხედავად დიდი გაჭირვებებისა, სამარია ვერ აიღო ერთ-ერთმა მტერმა. ვერ მოახერხა ამის გაკეთება.
ცოტა მოგვიანებით ჩვენ საოცარ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ომრი სპილოზულის იმას აშენებს, საქმე საყდარს დაიდგავს და სასახლეს აშენებს, რომელიც საოცარი სილამაზის და საოცარი დიდებულების იყო და თითქოს ერთგვარი გაჯიბრება ხდება აი იმ დიდებულებასთან, იმ აგებულებასთან, რომელსაც იერუსალიმი იწოდებს თავს. სამარია და იერუსალიმი რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტად კონკურენტები ხდებიან სამარიის გაშლის, სამარიის დაარსების, სამარიის გაძლიერების და აღორძინების კვალობაზე. ანუ ეს დაპირისპირება ისრაელსა და იუდას შორის დედაქალაქების აი ამ საკმაოდ ძლიერ მორთულობასა და ძლიერ სტრატეგიულ მდგომარეობაშიც გამოიხატა. დაპირისპირება ვთქვი მე, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ომრის დინასტია აკეთებს რაღაცა ისეთ რაღაცას, როდესაც ისრაელსა და იუდას შორის დაპირისპირება იხსნება. იუდა და ისრაელი მოკავშირეები ხდებიან. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. დავუკვირდით მანდრიაძეა საუბარი. ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ აი ასე გადანაწილდა პოლიტიკური რუკა ძველ ახლო აღმოსავლეთში. გვაქვს სირია, ნუ ზემოთ უკვე ასურეთი იწყოს მომზადება, ეწავს თავი დავანებოთ. გვაქვს სირია, აქეთ ფინიკია, მაგრამ ფინიკიას ყველასა კაი ურთიერთობა. გვაქვს სირია, მერე გვაქვს ისრაელი, მერე გვაქვს იუდია, მერე გვაქვს ეგვიპტე. იუდა და სირია მოკავშირეები არიან, თანამშრომლობენ, ისრაელი და ეგვიპტე თანამშრომლობენ. აი ომრის დროს სურათი იცვლება. ომრის დროს იუდა და ისა რა ქვია ისრაელი საკმაოდ უახლოვდება ერთმანეთს. და იუდაში ჩნდებიან წინასწარმეტყველები, რომლებიც მეფეს კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ ის კავშირი, რომელ კავშირსაც შენიჭერ ისრაელთან, გაუფრთხილდი ამ კავშირს, მაგრამ როგორც კი ეს კავშირი დინასტიურ ქორწინებამდე მივა, ჩვენ ვნახავთ, რომ იუდაში შემოდის ისრაელის კრიზისი. იუდაში დაიწყება საშინელი ნგრევა. ამიტომ ომრის მოსვლა სამეფო ტახტზე, ისრაელის გაძლიერება და მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რომელსაც წმინდა წერილი ასე ხაზგასმით არ საუბრობს, თავის თავში გულისხმობს იმ საშიშროებებს, რომელზეც ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. ომრი თესავს ამას ყველაფერს. ომრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საკმაოდ ისეთი კარგი ურთიერთობა ქონდეს ფინიკიასთან და მართლაც ეთყობა ამ ურთიერთობამ და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებამ ისრაელს და სამარიას მისცა საშუალება იმისა, რომ ის განვითარებულიყო და ჩვენ გვაქვს მოაბის სტელა, ნაპოვნია ასეთი მოაბის სტელა, რომელიც იუწყება იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ პერიოდში მოაბი ხდება ისრაელის მოხარკე, ანუ იმდენად ძლიერდება ისრაელი თავის ტრანსიორდანიით, რომ მოაბი ხდება მისი მოხარკე და საკმაოდ ისეთი გავლენიანი ძალა. ჩანს იუდას სამეფოში, ჩანს იერუსალიმში, ისრაელის ამ გაძლიერებას ყურადღებას აქცევენ და ამიტომ იოსაფატ მეფე, რომელზეც ჯერ ჩვენ არ გვისაუბრია და მასზე მერე ვისაუბრებთ, იწყებს საქვია აი ამ იმის ურთიერთობის დალაგებას, რაც ომრისათვის სრულიად მისაღებია, მისი პოლიტიკისათვის სრულიად მისაღებია, ვინაიდან ის თუ იუდასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას დაამყარებს და ასეთი ურთიერთობა ფინიკიასთან უკვე აქვს, მაშინ ის პოლიტიკურ რუკას ამ გადანაწილებას შეცვლის ძველ ახლო აღმოსავლეთში და მოხდება ისე, რომ სირიისთვის მოიცლის ისრაელი, რომელიც მისი გამუდმებული მტერია და რომელიც აი იუდასთან მოკავშირეობის გამო ისრაელს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ომრის ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ღვაწლი უდევს ერთი მხრივ ისრაელის გაძლიერებაში, მაგრამ ჩვენ მერე ვნახავთ, რომ ეს ღვაწლი, მთელი ეს მოღვაწეობა, რომელსაც ომრი აწარმოებს, არაფერზე არ დგას და ის მოიშლება და იქიდან არაფერი არ დარჩება. ომრისთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, წმინდა წერილი ბევრს არ საუბრობს, ხოლო 8 მოხლის განმავლობაშია შემოფარგლული და იტყვის, რომ გადაამეტა იმ ცოდვებს, რომელიც ცოდვებიც იერობოამმა, რომელიც ცოდვებსაც იორაბამმა აზიარა ისრაელი და განსაკუთრებით ამ ცოდვების გადამეტებაში აქცენტს აკეთებს მის ძეზე, ომრის ძეზე, მეფე აქაბზე, რომელმასაც დინასტიური ქორწინება აქვს სიდონის მეფის ასულზე, იეზებილზე და
ძალიან საინტერესო სიდონის მეფე ვინ არის? ფინიკის ქალაქია, ტიროსი და სიდონი, ცნობილი ფინიკის ცენტრალური ქალაქებია, რომლებიც ქმნიან როგორც ფილისტიმური ქალაქები ქმნიან ერთ ფილისტიმურ სივრცეს, 5 ქალაქი, ასევე ფინიკიაში ტიროსი, სიდონი ეს არის ერთ-ერთი ისა, რა ქვია, ის ცენტრები, რომლებიც ამ ფინიკიურ სივრცეს ქმნიან. ახლა რა არის აქ საინტერესო? საინტერესო მამანდრია გახლავთ ის, რომ ომრის შემოაქვს, ომრი იწყებს ისრაელში. მოდი, მაინც გამოვიყენოთ ეს ტერმინი. თავისებურ რელიგიურ სინკრეტიზმს. ჩვენთვის რელიგიური სინკრეტიზმი რა იყო იერუსალიმში, ეს გასაგები ამაზე ვისაუბრებთ, როდესაც აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთის გვერდით ჩნდებიან სხვადასხვა კერპები. მაგრამ რა სინკრეტიზმი შერეულია რიტუალი და შინაარსი. კი ბატონო, შერეულია, არეულია ერთმანეთში ტრადიცია და რჯული და კანონი აბსოლუტურად გადაფარული ერთმანეთში. და აი ეს, რა ქვია, იგივე რაღაცა სინკრეტიზმი რა ნიშნით არის ისრაელში ომრისაგან წარმოდგენილი. რა რეფორმას გაატარებს ომრი, რას იზავს ასეც რომ აი ეს რა ქვია, რელიგიური სინკრეტიზმის წინაშე დადგება ისრაელი. მოდი გავიხსენოთ ჩვენ ერთი ასეთი დეტალი. რა გააკეთა იერობოამმა? იერობოამმა დადგა ხარების გამოსახულებები და თქვა, აი შენი ღმერთი ისრაელ, რომელმაც გამოგეყვანა ეგვიპტიდან. სხვაგვარად რო თქვა, ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ იერობოამის რეფორმა გულისხმობდა არა იმას, რომ კერპთაყვანისმცემლობა შემოიტანა ისრაელში, არამედ შემოიტანა ერთგვარი ჩანაცვლება, ერთგვარი რაღაცა ალტერნატივა იერუსალიმის მსახურებისა. ხო, იგივე ღმერთია. იგივე, ეს ის ღმერთი, ანუ ეს ხარს კი არ უნდა თაყვანი, არა, ხარშია პერსონიფიცირებული ის ღმერთი. იგივე ღმერთი, რომელმაც გამოგეყვანა. საკითხის მეორე მხარე, რომ ეს ხარი მე უკვე კულტი ხდება და ეს ხარი თაყვანისმცემის ობიექტი ხდება, მაგრამ იერობოამის მოწოდებაში ასე იწყება. ხო, ხარი არ იგულისხმება, იგულისხმება ღმერთი, რომელიც აი ამ ღმერთი, რომელიც იერუსალიმში და ქერუბიმებზე ამაღლებული, ეს ის ღმერთია, რომელიც ამ ქერუბიმზე ხარით გამოსახულ ქერუბიმზეა ამაღლებული. ჩვენ იმდროინდ რა ქვია, ამ თხრობისაც იერობოამის ამ რეფორმის თხრობისას ისიც გავიხსენეთ, რომ სწორედ ხარის გამოსახულება იქნა ჩამოსხმული აარონის მიერ სინას მთასთან და ჩვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ არ არის აუცილებელი ეს ხარი ეგვიპტული კულტი იყოს, როგორც ამას ზოგიერთები ფიქრობენ, შესაძლებელია ეს იყოს სემიტური მოდგმისათვის ნიშნეული საკულტო გამოსახულება, ხარის კულტის სემისტომში ძალიან დიდ თაყვანს და შესაბამისად, როგორც სემიტური მოდგმისათვის ეს ხარის გამოსახულება ხდება რიტუალური მსგავსება იმ ღმერთისა, რომელმა ღმერთმაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა. ძალიან კარგი შედარება აქვს მაგარი ეგვიპტელს აი ამ ოქროსგან ჩამოსხმულ კერპთან დაკავშირებით, ანუ ძვირფასეულობა, რომელიც ჰქონდათ ადამიანებს, ეს ძვირფასეულობა გადაადნეს და უკვე აღარ ჩანს ამ ძვირფასეულობის პირვანდელი სახე და იქცა კერპად, ისევეო ცოდვას დაქვემდებარებული ადამიანი ღვთისაგან მიცემულ ნიჭებს ისე გადააზილავს ერთმანეთში ეშმაკის მოქმედებით და შექმნის კერპს და ეს ნიჭები მერე უკვე ემსახურება არა საღვთო საქმეს, არამედ კერპებს და აქ სწორედ ამას ვხედავთ ახლა ჩვენ რომ საღვთო განგებულებით მიცემული რჯული გადაზელილი არის ყველაფერი ერთად და ბუნებრივი არის რომ ამისი მატერიალიზება ხდება კერპში, რომელიც ისევ ხარის სახით ჩამოესხა. ხარის სახით ჩამოესხა, კი. ამიტომაც აი, როდესაც ჩვენ ომრის რელიგიურ სიკრეტიზმზე ვსაუბრობთ, ომრი რას აკეთებს? ომრი შემოაქვს სიდონის კულტი ბაალი და ბაალისა და ხარის თაყვანისმცემი ერთად იწყება. ანუ ეს ხარი, რომელიც იერობოამმა დადგა და რომელიც არის ღმერთი, რომელმაც ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტიდან, მის გვერდით უკვე გამოჩნდა ბაალი. როგორც ალტერნატიული კულტი. ბაალამდე ჯერ არ იყო დაცემული. ბაალა, აი ხო, აი ეს ამის თქვა მინდოდა სწორედ. აი ელიას გამოჩენას წინ უძღვის სწორედ აი ეს დაცემა. გესმით, აი ისრაელი კერპთაყვანის ბაალი უკვე უკიდურესი ნიშანია არის. ბაალი ეს უკვე ახლა ისე თქვა მინდა თუ კი ომრიმ ისრაელს გააცნო ბაალი, მისი ძე აქაბი ბაალს უკვე ოფიციალურ კულტად გამოაცხადებს.
ანუ შერეული კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც უკვე კერპთაყვანისმცემლობამდე იყო ხარების სახით დასული, აქაბის დროს სუფთა სახის წმინდა სახის კერპთაყვანისმცემლობად ჩამოყალიბდება ისრაელში. ანუ ნახეთ, ისე თქვა მინდა მე რომ აი ეს ხარების თაყვანისცემა უკვე ახლა აი ისრაელში მოვად რომ პიროვნება რომელიც ომრის დინასტიას გადააყენებს და მოსპობს მისი ყველაზე დიდი დამსახურება რომ ხარებს დაუბრუნდა ისრაელი. ხო. რომ აი ამ ხარების ამან ეს არის ღმერთი რომელმაც ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტიდან. ბაალს არ გამოუყვანია ისრაელი ეგვიპტიდან გესმით. მაგრამ აი აქ ისრაელის დაბრუნება ეგვიპტურ თავისუფლებას. ხო, და აი ახლა გაეცით პასუხი შეკითხვას რომ რას ნიშნავს რომ ოღონდ იერობოამის ცოდვამს არ გადააცილოს და ეს მაინც იყოს ის ფსკერის რომელზეც დაეცა. ამაზღა ჩივის ხალხი. ხო, იმიტომ რომ ისრაელი თავის იდენტობას მაინც აიდენტიფიცირებს იმ მოვლენასთან, როდესაც ის სინასწრასთან იკრიბება და რჯულს იღებს. და ეს ხდება ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ და ეგვიპტიდან გამოსვლა მის ცხოვრებაში ისეთი ატრიბუტიკა, რაღაცა ისეთი შემადგენელი რაღაცა მოვლენა, ის სამოსელის ის რაღაცა ნაწილია, რითაც შემოსა ღმერთმა ისრაელი, უმუშრად ის განძარცულია უბრალოდ და მის იდენტობა ვერ დგინდება. და აი ამ შემთხვევაში ეს ბაალი ეს არის ომრის ბაალი, ანუ არაოფიციალურად ქცეული ჯერ არამედ დასაშვებ კულტად ქცეული ბაალი. ეს არის საშუალება იმისა, მამა ანდრია. ეს არის საშუალება იმისა, რომ ისრაელი გასწორდეს წელში. შფოთებით, შეთქმულებებით, გადატრიალებებით, მტრებისაგან თავდასხმით გატიალებული და ნაძარცვი ისრაელი იმდენად გაძლიერდება, იმდენად ფეხზე დადგება, რომ მოაბი უკვე მისი მოხარკე ხდება. შესაბამისად, ომრის აი ეს, ნახეთ, ამას მექცეთ ყურადღება. ომრის აი ეს, რა ქვია, ნაბიჯი ისრაელის საზოგადოებაში ქვეყნის სასიკეთო ნაბიჯადაა გაგებული. ისევე როგორც იერობოამის ის ნაბიჯი რეფორმები ისრაელის სასიკეთოდ იყო გაგებული. რა დარჩა იერობოამის რეფორმებიდან? გატიალების მეტი არაფერი. ზუსტად ასევე იქნება გაახსნა რღვევა და პირისპირება. ზუსტად ასევე იქნება რობოამის შემთხვევაში, მაბადიეთ, ომრის შემთხვევაშიც. რას ვგულისხმობ ამაში? ამაში ვგულისხმობთ იმას, უბრალოდ ბიბლია ამას გვესაუბრება, ამაზე მიგვითითებს სწორედ. რომ ის შენ რაც სიძლიერით მიგაჩნია, კიდევ უფრო დიდი დაცემის წინაპირობა შეიძლება გახდეს. რომ შენი ძლიერება არის არა რელიგიურ გახსნაში, არამედ პირიქით რელიგიურ სიწმინდეში. ამას უნდა დაეყრდნო. შენ როდესაც ძლიერდები, შენ როდესაც ვითარდები და ეს პროცესები რაღაც სიმყარეს არ ემყარება, ის დაშლადია, ის მოჩვენებითია, წარმავალი, ის ვერ შენარჩუნდება. ეს არის ქვიშაზე აშენებული სახლი. სახლი, რომელიც საფუძველიც ქვიშაზეა დადებული. ის დაინგრევა აუცილებლად. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ომრის ამ იმაზე, რეფორმაზე, აქაბს უკვე ოფიციალურ მსახურება შემოაქვს ბაალის კერპი სწორედ ამის გამო, რომ ის ისრაელის საზოგადოებისათვის ქვეყნის სამეფოს ძლიერების გამართლებული გზა და საშუალებად არის დასახული. მოდი ამ პროცესის საწყისი და ბოლო დავიღოთ ერთის მხრივ ომრი და მეორეს მხრივ სოლომონი. სოლომონმა დაიწყო ეს დაუშვა მან თავისი ცოლების გამო, ვაჭრების გამო, რომლებიც იერუსალიმში უნდა გაჩერებულიყვნენ, დაუშვა კერპების მსახურება ისრაელში. ჩვენ იმ პროცესაც მივადევნოთ თვალი, რომ ამ სულ ყველაფერს აკეთებდა რეფორმების თვალსაზრისით, ისრაელის გაძლიერების თვალსაზრისით, ამდიდრების თვალსაზრისით. კეთილი განაზრახი იყო. რასაც მიაღწია კიდევაც საოცარი რეფორმებით, აი ამ კეთილდღეობას მიაღწია და დიდებას. თუმცა არაფერი აღარ შერჩა მერე, აგერ აი ომრის პერიოდში ჩვენ ხედავთ სადამდე დაეცა ისრაელი. ჯერ იქ შიდა დაპირისპირებები, გაყოფილი ქვეყანა, ისრაელში შიდა დაპირისპირებები, შფოთი, მეფის კარისათვის ბრძოლა და ვიღაც ახსოვს სისხლის ღრუს თელი და რამდენად შორს არის ახლა ეს დავითის მეფობის ხანისაგან და
მისი დამოკიდებულებისაგან ღვთისადმი. როგორ კარგად ჩანს და როგორ აი ამ გადასახედიდან როგორ ბეტად ჩანს რომ დავითმა უნდა დატოვოს გაიქცა იერუსალიმიდან. იმიტომ გერ გაიქცა გასაქცევად ქონდა მართლა საქმე. შესაძლებელია სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ აი როგორი ღვთაებრივი სიბრძნე დევს დავითში. რომ გაერიდა აბესალომს, ხო? აი როდესაც ეს რას გავს, იცი, გიორგი, აი როდესაც ა ブラ ამი და ლოთი მიწას იყოფენ. ა ブラ ამმა იცის, რომ ორივე ნაწილი მისია მაინც. მართლ წავა თუ ბაჯური წავა, თავის და თავაზობს ლოთს, აირჩიე შენ და რაც დარჩება იქ მე ვიქნები. ესე არის დავითი, ხო? დავითისთვის თავარი არის ეს ერთობა და პირისპირება არ მოხდეს. თორე იერუსალიმში იჯდება დავითი თუ არ იჯდება იერუსალიმში საფრთხო განგებულების აღსრულებას ისეთ შეძლებს და ასეთ შეძლებს. ღვთის წინაშე ორივე შემთხვევაში ღვთის წინაშე, ხო. ორივე შემთხვევაში გაქცევითაც საფრთხო საქმეს აკეთებს აქ. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. ხო ჩვენ ამ ხელა ისაც ცნება გვაქვს დავის დაუბრუნდეთ ისე ხო რომ ვერ ვჩებით ამ კაცზე საუბარს. მაგ ფონზე უნდა მაინც მაგ ფონზე ეს კონტრასტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, რატო იცით მამანდრია ჩვენ საჩვენებელი. კი, გახსოვთ მაშინ ჩვენ ხაზგასმით თქვი უფალიეუბნება დავითს. მე ვიბრძოლებ. ბრძოლა ჩემია. შენ ჩემთან იყავ. მე ვიბრძოლებ. და ამ ხელა ის არის რომ მთელი შენი სტრატეგია არის რომ ღმერთთან იყო. და არ ჩას ღმერთი გიკეთებს. შენ აღარ იმაშვები რა ქვია. და რამ ხელაა დავითი რომ ამას ხედავს. ეს კავშირი აქვს და ამას გრძნობს, ამას ხედავს და ამას ემსახურება. და აქ ჩვენ უცებ ვიწყებთ საუბარს ობრიზე, აქაბზე, რომლებიც ასევე აზლიერებენ ქვეყანას, მაგრამ ისე კიდევ უფრო დიდ დაცემის და ეს თუ გნებავს ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ისე იმ შედარება მოვიყვანოთ, რომ ადამს უთხრა მოკვდები, შეჭამახილი, მაგრამ მაშინვე არ მოკვდა, ხო? მაგრამ ეს პროცესი დაიწყო. პროცესი დაიწყო სიკვდილის. აი სოლომონის დროსაც ეს დაიწყო და აი სადამდე მივედით. ბაალის კერპია ისრაელში წარმოუდგენელი ამბავი ხდება. ხო და თან ეს კერპი ამ კერპს კიდე თავისებურება აქვს. ის ოდესაც ხარის გვერდით დგას, კიდე შეიძლება ვიღაცას რაღაცის იმედი ქონდეს, მაგრამ აი ეს ხარი რო გადაიფარა, ეს ხარიც მოაშორეს ბაალი ოფიციალურ კერპად. სანატრელი გაუხდათ ხარიც. ხო და აი ეს ბაალი ოფიციალურ კერპად იდენტობა, საერთოდ აი იდენტობისაგან განცარცულები არიან, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი არსებობა. ახლა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია. აქაბის ქორწინება იეზებიელზე, სიდონის მეფის ასულზე. რამაც უკვე გამოიწვია ამ ბაალის კულტის მთლიანად შემოტანა და იმას აქვია. ოფიციალურ კულტად ქცევა ისრაელში. კიდევ ერთი ამბავის დევსთან. ეს არის ბეთილელი თითგვაროვნის მიერ წამოწყებული ინიციატივა, რომელიც სისრულეში მოიყვანა. იმას, ასაც ეს ბეთილიდან გამოსული დიდგვაროვანი აკეთებს, ამას ის აქაბის მეფის მეთვალყურეობისა და ნებართვის მიღმა ვერანაირად ვერ მოახერხებდა. წარმოუდგენელი. უბრალოდ აჯანყება იქნებოდა. ეს გახლავს მამანდრია ქალაქ იერიქონის რეკონსტრუქცია. იერიქონის აღდგენა იწყება. და ბიბლია არაორაზროვნად გვეუბნება, რომ ამ კაცს ეს პროექტი დაუჯდა იმათ, რომ მისი კედლები თავის პირმშოზე, ხოლო მისი ზღუდე თავის უმცროსზე დააშენა. რადგან ეს ასე ქონდა ნათქვამი ისუნავესძეს. გავიხსენოთ. იერიქონის აღმადგენელი იწყება ისუნავესძის მიერ. როდესაც იერიქონი არის პირველი ფორპოსტი, რომელსაც ისრაელი ეკვეთება და აიღებს, თუმცა ჩვენ იქ ისრაელის მთელი ღვაწლი წარმოდგენილი ქონდა იმაში, რომ ის მდუმარედ შემოუვლის იმას, თორე კედლების ჩაქცევა, იერიქონის შიგნით ფსიქოლოგიური აბსოლუტური სარაქვია მოსპობა ეს ღმერთის ხელში იყო, უბრალოდ აი იერიქონი გადაეცა ისრაელს რაღაცა საჩუქარივით
და როგორც პირველი ფორპოსტი, რომელსაც არც უბრძოლია ისრაელს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ის უდავესებ დადოწყებლა, რომ ვინც ის იერიქონი აღადგინოს, თავის პირშოზე დადგას მისი კედლები და თავის უმცროსზე დააფუძნოს მისი კარიბჭე. და შესაბამისად, ეს წყევლა, აი ამას მივაქციოთ ძალიან გთხოვთ ყურადღება. საუკუნეებია მამანდრე გასული. საუკუნეებია გასული. და ვიღაცა ბეთილელმა დიდგვაროვანმა მოიწადინა იერიქონის აღდგენა, იერიქონის აღდგენაში რა იგულისხმება? იერიქონის დასახლებული ადგილი იყო. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ არა იერიქონის ფორპოსტად ქცევა კვლავ. გაძლიერება, ეს ციხესიმაგრედ ქცევა, რომელიც წყევლის ქვეშ არის. უწევს ეს წყევლა იმკაც. ასე უნდა სასაცილო იყოს მამონთათვის, რაც უნდა ვითომ მეტი რელიგიურობისა და მეტი თეოლოგიური ცოდნის გამოვლენის ჟინით იყოს სავსე, ბიბლია ამას პირდაპირ ისუ ნავეზის წყევლის გადაბიჯებას მიაწერს. ხოლო ბიბლია ელემენტარულია, არის წყარო, რომელიც მესაუბრება უფლისპირით. შესაბამისად, ესეც ყურადღება მისაქცევია. ესეც ძალიან სიმპტომატურია და მნიშვნელოვანია. მაგრამ ამის უკან დგას ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც იუდაურ გარდამოცემას აქვს შენახული და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ახლა. იუდაური გარდამოცემა გვეუბნება, რომ როდესაც ეს პროექტი წარადგინა აი ამ ბეთილელმა დიდგვაროვანმა, აი ამ ადგილას აქაბი ჩამოვიდა სამარეიდან და ესე იგი მას წარუდგინეს ეს პროექტი და აქაბმა მოიწონა და ეს შემოულა კიდევაც რომ ეს გამაგრებული ეს სივრცე გაჩნდებოდა ისრაელის ტერიტორიაზე. და აი ამ დროს ელია მიდის აქაბთან და ამ ბეთილელის გვაროვანთან და ეუბნება რომ ამ ქალაქის აშენება არ შეიძლებაო. და აქაბი ეკითხება, რატო არ შეიძლებაო და ელია პასუხობს, რომ წყევლადევს ამ ქალაქის აღმაშენებელზე და არ შეიძლებაო ისო და აქაბი თორმე აქ პასუხობს. ეგრე დაწყევლილიაო ყველა, ვინც ისრაელის ღმერთ ზურგში აღსევს, მაგრამ აგერ ბაალი დაუდგიო და შეხედეო ამან ჩემის დროს დაყვავებული ისრაელი კიდე როგორ გავაძლიერეო. და ამ დროს ელია შემოუტრიალდება და გრძელდება წმინდა წერილის თხრობა. ცხოველარს უფალი ღმერთი ისრაელსა, რომლის წინაშე მე ვდგავარ. ცადა ეხშობა და წვიმა აღარ მოვა და ელია წინასწარმეტყველი აქტიურ სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის. ჩვენ ელია წინასწარმეტყველის შესახებ ცლად გვექნება სასაუბრო შემდეგ გადაცემებში. დღეს იმდენი იყო წინა პერიოდის შესახებ დეტალები სასაუბრო, რომ ფაქტიურად ვერც დავიწყეთ ელიაზე საუბარი. ელიას ჩვენ თავარი ის თქვით მამანდრე, რომ ელია შემოდის ამ გაუდაბურებულ, სულიერად გაუდაბურებულ ეს ძალიან კაია, უდაბნო არის სულიერი. სულიერ უდაბნო, ამაში შემოდის. კაი შედარება. ამის მოსე აქ ჩვენ მოსეს კიდე სხვა ნიშნებსაც გავიხსენებთ შემდეგ. მაგრამ აი ამით უნდა დავიწყოთ. არა საოცარია აქაბის კადნიერება. აჰა, დავდგი კერპები და რა მოხდა მე? ხო, იუდაური გარდამოცემას ხას უსვამს, რომ ელიას გამოჩენს, თან როგორ არის ბიბლიაში, აი ამას კი აქცევენ ყურადღებას, რომ აი ელიასავით მოულოდნელად ჩდება იოანე ნათლისმცემელი, ხო ელიას სულით აღსილობა, მოულოდნელობას უკავშირდება, ჩვენ მე ვნახავთ ელიას ისეთი მოულოდნელობები აქვს, რომ ნუ აი გონებით მოუაზრებელი მოულოდნელობები აქვს. ელია ბევრ მოულოდნელობებს გაივლის და მისი ცხოვრების ერთ-ერთი მახასიათებელია ეს. მაგრამ რაღაცნაირად აი ბიბლიაში თითქოს ელია როგორ არის ისეთ აი პირდაპირ წაადგება ესე საუბარია აი ამ იერიქონის რეაბილიტაციაზე და იმაზე რა ქვია ტრაგედიაზე რომელიც ამ კაცის ცხოვრებაში პირშო მოუკვდება შვილი მოუკვდება რომის გამო და უცებელია გამოჩნდება და ამბობს რომ აი წვიმა არ იქნება არ იწვიმებს იმაზე ანუ აქ საუბარია ამასთან დაკავშირებით თითქოს და რაღაცა ლუფტია რომელსაც ავსებს ეს იუდაური გარდამოცემა რომ ამათ შორის იყო აი ეს დაპირისპირება როდესაც ელია უფლის სახელით ელაპარაკება და იმის რა ქვია აქაბისათვის რომლისათვისაც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს ის რასაც ეხმობა ელია რადგან მისთვის ავტორიტეტია მამამისის რეფორმები და შედეგი რომელიც ისრაელში დგას. ძლიერი ისრაელი რომლის მოხარკე უკვე მოაბიც კი არის გამხდარი. ხო. და აი აქ უკვე ელია შემოდის მთელი თავისი სულიერი ძლიერებით და ისრაელში იწყება
კრიზისი, რომელიც ძალიან საინტერესო ნიშნებით იქნება წარმოდგენილი წმინდა წერილში. რა საოცარია, რომ ადამიანი ელია წინასწარმეტყველი, რომელსაც არანაირი ამ ქვეყნიური ძალაუფლება არ აქვს, არანაირი მატერიალური რესურსი არ აქვს, არანაირი საშუალება იმის, რომ მთელს ისრაელს გაწვდეს მისი ხმა და აიყოლიოს ხალხი, როგორც თქვათ, სამეფო აი ამ წესით თქვათ, ან ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის, ან რაღაც საომარი მოქმედებებისთვის აკეთებდნენ, თქვათ, ერის ხალხი. არანაირი ასეთი ძალა არ აქვს. ერთი ადამიანი მოძრაობს, ძალიან ცოტას ლაპარაკობს, რაღაცა საკვანძო ადგილებს ასახელებს, ქრება, იმალება, მერე გამოჩნდება და ყველაფერს ცulis. თელს ისრაელს უცulis მიმართულებას, აი ამ ტენდენციებს, რაც ქვეყანაში არის. ეს არის საერთის განგებულებით ადამიანის ცხოვრების შედეგი. ხოლო იმიტომ სინამდვილეში მაშინ მოქმედებს ღმერთი ის, რომელიც ძალა მიუწვდომელია, ხოლმე ძლიერება ამოუწურავია, ხო? ამაშია საიდუმლო, სწორედ რომ ადამიანის სისუსტეს, მისი შესაძლებლობების შეზღუდულობას ავსებს და აი ესეც სიმაღლემდე აყავს ღვთაებრივ ძლიერებას. ხო. დიდი მადლობა, გიორგი. ამ საუბრისთვის მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ შევეხეთ ახლა ორი სიტყვით და შემდეგ გადაცემაში ელია წინასწარმეტყველის შესახებ ვისაუბრებთ. შესაბამის საკითხავები თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მესამე მეფეთა მე-17 და მე-18 თავებში. ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ.